Sun on my skin. This is love. I know it is. I know it sounds super cliche, but you make me feel some type of way. This is falling, falling in love. I know it sounds super cliche, but you make me feel some type of way. This is falling, falling in love. Good morning. Დილონ შედობის ბელი. მართო დამაგვიენდა? არა, ყველაფერი რიგზია. მზად ხარ ამ დიდი დღისთვის? არც ისე. როგორ არა? ფეხი რომ დამიცდეს? არ დაგიცდება. უბრალოდ ჯერემაიას დაეყრდენი ხელზე. დაცემის უფლებას არ მოგცემს. მართალია, ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ჯერემაია წამოსვლაზე დაითანხმე. იფიცებდა რომ ასეთ რამეზე არასდროს არ წავიდოდა. თქვა რომ წინააღმდეგი არ არის. შენ გამო ყველაფერს გააკეთებს. ორივე ასე იძამდა. ყველაფერი რიგზია? კი. მე ხომ არ გაიძულე. შეგიძლია სიმართლე მითხრა. შეიძლება თავიდან, მაგრამ არა მინდოდა გამეხარებინათ. მისმინე მართლა თუ არ გინდა წასვლა აუცილებელი არ არის. არა მინდა. მინდა წავიდე და დაწყებული საქმე დავამთავრო. თან სიამაყით წარდგები ყველას წინაშე. ძალიან მიყვარხარ ჩემო მამასა. კარგი, როცა სურათს გადაგიღებენ, არ დაგავიწყდეს რომ თქვა. პრუნ. ლოყები ძალიან ლამაზად გამოჩნდება. პრუნ. ეხლა კი მადონასგან ვისწავლე. თუ ტყუპი ოლსენებისგან. ეგნე ვინ არიან? მაგნეტები. აიკონები არიან. 2000-იანების დასაწყისში მთელ მსოფლიოს ფლობდნენ. მათი და ალისფერი ჯადოქარია. კარგი. კარგი, ქვემოთ გნახავ. სურპრიზი გელოდება. ის კაბა მიყიდეთ, რომელიც მინდოდა? მადლობა. დედას გადაუხადე, მადლობა, მისი იდეა იყო. წავალ ფეხშიც მას შევამოწმებ, საყინულეშია რომ გაიწელოს. არ მჯერა რომ ეს კაბა მიყიდეთ. მეორე კაბაში ძალიან არაკომფორტულად იყავი. არ მეგონა თუ შეემჩნიე. დედა შენი ვარ. გიცნობ. ვიცი რომ არ გინდოდა დებიუტანტი ვყოფილიყავი. არ მინდოდა, მაგრამ უბრალოდ რთულია შენი გაშვება. სტივენ, აქ რას აკეთებ? შარში გავეხვია. კარგი? პოკერს ვთამაშობდი ლიამთან ერთად. ყველა რაუნდი წავაგე. მთელი ფული რაც ზაფხულში შევაგროვე, გავხარჯე, სმოკინგისთვისაც არ დამრჩა. მაპატიე, მაგრამ მეჯლისზე ვერ წამოვალ. შენ რა მეღადავები? წაგება რომ დავიწყე მინდა და ფული ამომეღო, მაგრამ ყოველ ჯერზე უარესი კარტი მომდიოდა. არ შეგეძლო რომ ამდგარიყავი და წამოსულიყავი? არა, რა თქმა უნდა. გინდოდა რომ ლიამს და ბიჭებს მაგარი ტიპი გონებოდი. არ გიფიქრია მე რას ვიგრძნობდი. შეიძლება გთხოვ, მაპატიე. სტივენ, მეჯლისი დღესაა. ვიცი. ფულს მოგცემ. არა, ფულს ვერ გამოგართმევ. დედა შენი? დედა ჩემი მომკლავს. ირჩევნია მე მოგკლა? სტივენ, სიმართლე მითხარი. საერთოდ გინდა მეჯლისზე წამოსვლა? კი, ახლა ყველაზე მეტად მინდა. კარგი, მამას ზემოთ ძველი სმოკინგი აქვს, შეგიძლია ჩაიცვა. კარგად მექნება? ხომ იცი? არა, მართალი ხარ, მაპატიე ჩავიცვამ, ძალიან კარგი იქნება.
მადლობელი ვარ. შეილა მართლა არ მინდა მეჯლისის გამოტოვება. იდიოტი ხარ. კი, ეგ სიმართლეა. დილამშვიდობის. ნახე, გემრიელი კექსები მოვიტანე. არ მინდა, მაგრამ მადლობა. ბელი წასვლის დროა, თქვენ კი მისაღებში არ შეხვიდეთ. პორტრეტები დავამთავრე და ამ საღამოს მეჯლისის მერე გვექნება ჩვენება. შეგიძლია ლორელის მანქანაში ჩადოძრფასო. სწრაფად. შენ არ წამიყვან? მე სუზანასთან ერთად მივიდივარ, შენ კი შეგიძლია შენით წახვიდე. სერიოზულად? სულ რამდენიმე კვარტალია, თუ არ გინდა? მინდა. ნელა იარე. შუქრიშნებს უყურე 4 წამი დაელოდე ყველა სტოპ ნიშანთან. ვიცი, კლუბში გნახავთ. ჰეი. ღმერთი შენგენ. ეგ არ მაწყობს, დღეს ბევრი უნდა ვიცეკვა. უბრალოდ ასეთი გამოთქმა. წარმატებას გესურვებ. რაც უნდა იყოს. ჯერის სწორი არჩევანი იყო. ვიცი. არ ინერვიულო, ყველაზე კარგად ჩვენ ვიცეკვეთ ვალს. არა, ეგ არაფერ შუაშია. აბა რა ხდება? გოგონების ნახვაზე ნერვიულობ? არა, ალბათ უკვე ყველა მიცის ეს და ვერ მიტანენ. გინდა ერთად წავიდეთ. შენი სტილისტი და დაცვა ვიქნები. არა, გამოსაცვლელი ოთახი მარტო გოგოებისთვისაა. მისმინე, ბელი. ყველაფერი გამოვა. კარგი? თუ ვინმე ნერვებს მოგიშლის მე, მთელი საღამო შენ გვერდით ვიქნები. რა სიზა? ვეთყვი, ძმაო, რა პონტია მეთქი. მერე ხელს მოვკიდებ და იქიდან ვალსის ცეკვით წამოვალთ. კლუბში გნახავ. ფრთხილად იარე. რა ჯანდაბა? მე გადავებით? ჯერემაიასთან ხარ? ასე გამოვიდა. როდის? ამ წუთას? ერთი კვირის წინ. ღმერთო, მე ხუმრები? რა საზღრობა, გული ამერევა. ღმერთო, ჩუმჩუმად დაიარებოდით ერთად და მე მიმალავდით? შენ არაფერ შუაში ხარ, სტივენ. ესე იგი ერთად ხართ? არა, არ ვიცი, უბრალოდ რამდენიმეჯერ ვაკოცეთ ერთმანეთს. რამდენიმეჯერ? მოიცადე და კონრადი? რა იყო? 10 წლიდან კონრადზე გიждები. 10 წლის აღარ ვარ. დიდად არ გაზრდილ ხარ. ვითომ? შეილაც ჩემხელა. ესე იგი ისიც ბავშვია, შენ კი ნაბიჯვარი გამოდიხარ. იცი ვინ არის კიდევ ჩემხელა? ტეილორი, ფარის ეველა. ხო, კარგი, გავიგე. უბრალოდ არ მინდა რომ ყველაფერი გააფუჭო. ჩვენი ოჯახის წევრები ვით არიან, ბელი. ეს შენ იმდენად გეხება, რამდენადაც მე. ვიცი. მაგრამ შენი გადასაწყვეტი არ არის, ვის უნდა შევხვდე. ამას მევწყვეთ და მე ჯერემაიას ვირჩევ. უბრალოდ უნდა მინდო. წავედით. გაუმარჯოს. რა შვრები? არაპირებდი ჩემთვის თქმას, რომ ჩემს დასთან ხარ? თვითონ გითხრა, არა დაგინახე რომ გოცნიდი. იმედია ჩემს ცემას არაპირებ არა. სურვილი მაქვს. სტივენ, ხომ იცი რომ მომწონს? ჩემ ბევრი მოგწონს. ვინმესთან ერთად გინახი ვარ ამ ზაფხულს? ხო, დაგინახე როგორ გოცნიდი ბიჭს ნიკოლის წვეულებაზე. მაგრამ ეგ ერთი თვის წინ იყო. მისმინე სტივენ, მას გულს არასდროს ვადგენ, გეფიცები. ეს ხომ ბელია? მაინც უნდა გეთქვა ჩემთვის. მართალი ხარ. აბატი.
ღმერთო, უბრალოდ ჩემთან თავი შეიკავეთ ხოლმე. ჯანდება აილაინერი გავაფუჭე. ვინმეს აქვს ზედმეტი სამართებელი? მე მაქვს. მადლობა საყვარელ. ბელი, მოხვედი? მოდი დაჯექი. გამარჯობა. უნდა ილაპარაკოთ. ნიკოლ, ძალიან მწუხარ. რაზე? კონრადის გამო? უკვე დამავიწყდა. აქ სხვასთან ერთად მოვედი. შეიძლება აგიხსნა რა მოხდა. კონრადი მთელი ცხოვრება მომწონს, მაგრამ ის ჩემში უბრალოდ უმცროს დას ხედავდა. ვიფიქრე იქნება მზაფხულს მასაც მოვწონებოდი. მაგრამ საქმე ის არის, რომ მას ჩემში მხოლოდ ჩემი სიყვარული მოსწონდა და არა თვითონ მე. წუხარ ისეთი სულელი რომ ვიყავი, მეგონა მასაც მოვეწონებოდი. შენი ბრალი არ არის, რომ კონრადი მეკალთანი. მაგრამ შენც არ აკლებ. კელი, კონრადი, ახლა კი ჯერემაია. ბევრი სიგრძნობებზე თამაშობ, ბელი. კი, შეიძლება. ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ გეფიცები, ნიკო. კონრადი უკვე დავივიწყე. საერთოდ აღარ მაინტერესებს. ბოლომდე არავის ავიწყდება პირველი სიყვარული. მადლობა, სტივენ. ჩემი მშვენიერი კავალერი. დედა. საღამო მშვიდობის. ინებით. მადლობა. რა ლამაზები ვართ. ყველაფერი იდეალურადაა. დედა, იმედია ტირილს არაპირებ. და მაკიაჟი გავიფუჭო, გამორიცხულია. უბრალოდ, მომავალ წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება. კონრადი კოლეჯში წავა. ეს შეიძლება ჩვენი ბოლო ერთად გატარებული ზაფხულია. აღონდა არ დაგავიწყდეს, რომ დღეს მეც უნდა მეცეკვა. დედა, კარგად ხარ? კი, უბრალოდ, იმდენი ხანი არ მიცეკვი, ალბათ დამავიწყდა. კარგი, შიგნით შევიდეთ. დედა, წამოდი. ეს ჩვენი მაგიდაა? გონი ასეა? როგორც ვხედავ, ბარი იპოვეთ. მარტო ასე გაუძლებ შუა საუკუნეების ცერემონიას. ვიქტორია სად არის? ბოლო წუთს გადაწყვეტა დასასვენებლად მარტო წასულიყო. აქ უფრო ლამაზია ვიდრე ჩვენს ქორწილში. ჩვენი ქორწილი ჩემი მშობლების ეკლესიის სარდაფში იყო, მაგას ყველაფერი ჯობია. თან 4 თვის ორსული ვიყავი. სკანდალი. კორეულ ეკლესიაში ყველასთვის იმის თქმა მოგვიწია, რომ სტივენი ადრეულად დაიბადა. ჩემს მშობლებთან რომ მივდივართ, დედა დღესაც ვერ იკავებს ცრემლებს იმის დანახვაზე, თუ რა ძლიერი და ჯანმრთელია ჩვენი ბიჭი. აი, ჩვენი პატარაც მოდის. გამარჯობა, მამა. მოდი, ჩაგეხოდო, მიხარია შენი ნახვა. საკინძეები წამოიღე? კი. გამარჯობა, სტივენ. ერთმანეთს არ ვიცნობთ. მე კლივლენდი ვარ. გამარჯობა. დედა შენი ამბობს, რომ პრინსტონში გინდა ჩაბარება. უნდათ